რუსები მიჩვეულები იყვნენ იმას, რომ ისინი ყოველთვის იბრძვიან ომს ატარებენ ზღვის ტერიტორიაზე, ომი არის სადღაც შორს, ომი არის ტელევიზორში და მათი ცხოვრება არაფრით არ იცვლება, როგორც ცხოვრობდნენ, ისე ცხოვრობდნენ. პუტინი უკვე აღარავის აღარ ჭირდება. კითხვა, ვინ იქნება პუტინის მერე, დამოკიდებულია იმაზე, რომელიც ეს ძალა გაიმართებს და რა მოხდება პუტინის მერე. ამ ოკუპაციის შესახებ თეორიას ამბობენ ადამიანები, ვისაც უნდა რამენაირად თავიდან აიცილოს რუსეთის იმპერიის საბოლოო დაშლა. რუსეთის ისტორიული პოლიტიკური კულტურა არ გულისხმობს დემოკრატიას. საერთოდ არ გულისხმობს დემოკრატიას. ამიტომ იმისათვის, რომ ამ ქვეყნის რეფორმირება მოახდინო, უნდა პირველ რიგში იყო სრული დიქტატორი, რომელიც შეეცდება ძალიან დიდი ხანი იცოცხლოს, რომ საბოლოოდ ქვეყნის რეფორმირება მოახდინოს და ახალი თაობა გაზარდოს. რაც ურთულესი ამოცანაა. ამ ქვეყანაში ხომ ბევრი რამ ხდება, მაგრამ გარშემოც ბევრჯერ მithქვამს და ახლაც გავიმეორებ, ბევრი რამ ხდება უფრო მეტი და უფრო საინტერესო და უფრო დრამატული პროცესები იმდინარეობს. აქედან გამომდინარე მე ძალზედ ხშირად ვუთმობ ხოლმე ყურადღებას სწორედაც რომ გარშემო მიმდინარე პროცესებს. იგულისხმება ახლო აღმოსავლეთი და პერსონალურად მე მართალია ალბათ მაინც სუბიექტურად გონია რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე უფროა დამოკიდებული ჩვენი მომავალი, ჩვენი სვედაბედი. მართვის დოქტორი ბატონი ლევან ფესვიანიძე, ჩემი არაერთგზის სტუმარი გადაცემაში კონტექსტი, მიერთება ახლა ამ ვირტუალურ სტუდიაში, მე მივესალმები მას. ლევანი არის უაღრესად ჩახედული პირი იმ პროცესებში, რომლებიც სწორედაც რომ გარშემო მიმდინარეობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები მას არ აინტერესებს. ცხადია, აინტერესებს, მაგრამ ლევანი ჩემი ბევრი რესპონდენტის არ იყოს, სწორედაც რომ გაფაციცებით, ასე რომ ვიტყვიან ხოლმე, ადევნებს თვალყურს, აკვირდება ახლო აღმოსავლეთშიც და განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. კითხვა, რომლითაც მე მას მივმართავ, ცოტა ზოგადია, ვაღიარებ, მაგრამ იქნება და სწორედ ზოგადი კითხვით უნდა დავიწყოთ, სწორედაც რომ მე უფრო კონკრეტულ საკითხებამდე ჩამოვიდეთ. მაყურებელმა ლევან ბუნებრივია იცის, რაც ხდება ახლა უკრაინაში, მეთქი ასე უნდა წარმომეთქვა. ეს სიტყვა, ეს ქვეყანა უნდა მეხსენებინა, მაგრამ მხოლოდ უკრაინაში არა. აი უკრაინაში დაწყებული პროცესი, ამბავი, როგორ გადავრცელდა რუსეთში მიმდინარე პროცესები, როგორ მოხვა უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ეს საბოლოო ჯამში მაინც ერთი ომია, ომი რუსეთში, არა მარტო უკრაინაში, არამედ ომი რუსეთშიც. ამდენად სწორი ვარ ამ შეფასებაში და მაყურებელს ავხსენი ახლა უხეშად დღევანდელი დღის მდგომარეობით. რა ხდება ფრონტის ხაზებზე და არა მარტო უკრაინის ფრონტის ხაზზე. გამარჯობა. ირაკლი, თქვენ გაინტერესებთ ჩემი აზრი იმაზე, რა ხდება ფრონტის ხაზებზე ახლა უკრაინაში? სწორედ გავიგეთ, ხო? მე მგონი ახალს არაფერს არ ვიტყვი, მოხდა ძალიან საინტერესო რაღაცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. სპეციალისტები ზოგიერთი ამას უკვე უძახიან გარდატეხას ომის სიტუაციაში, ზოგი არა. ზოგი ამბობს, რომ გარდატეხა თითქმის დადგა, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ არის. მოდით ავხსნათ რა იგულისხმება ამაში. 4 წლის განმავლობაში რუსეთი მუდმივად ცდილობდა, რომ ყოფილიყო შეტევის პროცესში. თუმცა იყო ორი მსხვილი ოპერაცია, პირველი როდესაც კიევიდან განდევნეს რუსები, მერე როდესაც ხერსონიდან განდევნეს რუსები და უკრაინის ჯარმა ძალიან დიდი ტერიტორიები გაანთავისუფლა საკმაოდ მოკლე დროში.
გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. ამის შემდგომ რუსებმა მიიღეს ესეთი ტაქტიკა, რომ მუდმივი ზეწოლის ტაქტიკა, როდესაც რუსეთი უტევდა ყველა ფრონტზე, ყველა ადგილას, სადაც კი შესაძლებელი იყო ამის გაკეთება და მიუხედავად ამისა, რომ ძალიან დიდ დანაკარგებს განიცდიდა რუსეთი, რუსეთის არმიამ ნელ-ნელა, მაგრამ მიიწევდა წინ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდა რამდენიმე რაღაც, რამაც ეს სურათი შეცვალა. ამ წლის დასაწყისიდან, ასე ვთქვათ, პირველი რომ შეიცვალა თავარსარდალი, არის ესეთი სპეციალისტი, დრონების სპეციალისტი უკრაინაში, ბევრს სმენია ალბათ, მადიარ ბროუდი. მადიარს ეძახიან ზედმეტ სახელად, იმიტომ რომ დიდი კაცი მეთქი, ესე ვიტყვი. ხო. და იმის ხარჯზე, რომ დრონების გამოყენება უკრაინელებმა დაიწყეს ძალიან ეფექტურად, ამაზე შეიძლება ცოტა უფრო დეტალურად მე დავილაპარაკოთ, იმიტომ რომ ფაქტიურად ბევრი სპეციალისტი ამომს ეძახის პირველ კიბერპანკურ ომს. ანუ ის, რასაც ჩვენ ხედავდით ფანტასტიკურ ფილმებში წლების წინ, ეს ახლა უკვე რეალურია. არ ვიცი, თქვენ გსმენიათ თუ არა, ზუსტად 3 დღის უკან მოხდა ძალიან საინტერესო შეტაკება რუსულ და უკრაინულ სამხედრო ძალებს შორის. უკრაინელებმა რუსეთის ერთ-ერთი პორტის დასარბევად გაგზავნეს საზღვაო დრონები. საზღვაო დრონებს რუსებმა დაუპირისპირეს საჰაერო დრონები. რუსულმა საჰაერო დრონებმა რამდენიმე საზღვაო დრონი დაძირეს, მაგრამ უმთავრესმა ნაწილმა მიაღწია პორტს, რის შემდგომაც საზღვაო დრონებიდან გაიღო შლუზები და ამოფრინდა საჰაერო დრონები. წარმოგიდგენიათ, რა ეს იგი, ესეთ რაღაცებს ჩვენ ვუყურებდით ფანტასტიკურ ფილმებში, რომ მთელი ბრძოლის პროცესი იყო ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან დრონების მეშვეობით. მინდა ვთქვა, რომ ეს ოპერაცია საკმაოდ წარმატებულად დამთავრდა უკრაინელებისთვის და თავის დასახულ მიზნებს მიაღწიეს. ცოტა გადავუხვიეთ ახლა ჩვენ თემას და რა მოხდა? აი, დრონებმა შეცვალა ომი, უკრაინელებმა დაიწყეს რუსული ლოგისტიკის განადგურება და ლოგისტიკა ომში არის ყველაფერი. არ გაქვს ტყვეაწამალი, ესე იგი ვერ ომობ. და გარკვეულ სექტორებზე დაიწყეს კონტრშეტევები. კონტრშეტევები საკმაოდ წარმატებული, აქ არ მიდის საუბარი იმაზე, რომ რაღაც უზარმაზარ ტერიტორიებს ათავისუფლებენ უკრაინელები, მაგრამ თუ ადრე ჩვენ ყოველ კვირა ვისმენდით სიტუაციას, რომ ამდენი კვადრატული კილომეტრით წაიწიეს რუსებმა წინ, კი ეს კვადრატული კილომეტრები მიზერული იყო ამ ხელა ომის პარკლებში, მაგრამ მაინც მიიწევდნენ. ეხლა უკვე ბოლო 2 თვის განმავლობაში იქ რუსებმა წაიწიეს, აქ უკრაინელებმა წაიწიეს და სურათი შეიცვალა კარდინალურად. და კიდევ ერთი, რაც უმნიშვნელოვანესია. რუსები მიჩვეულები იყვნენ იმას, რომ ისინი ყოველთვის იბრძვიან ომს ატარებენ ზღვის ტერიტორიაზე, ომი არის სადღაც შორს, ომი არის ტელევიზორში და მათი ცხოვრება არაფრით არ იცვლება, როგორც ცხოვრობდნენ, ისე ცხოვრობენ. შეიძლება რაღაც კრიზისი არის ეკონომიკური ან რაღაცა, მაგრამ ომს ვერ ხედავენ. პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ალბათ მეორე მსოფლიო ომის მერე, ომი მივიდა რუსეთში. ხო, ომი მივიდა რუსეთში და რუსეთში მივიდა ძალიან სერიოზულად. მივიდა იმ ტერიტორიებში, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არც ერთი ბომბი არ ჩამოვარდა. და ეს კარდინალურად ცვლის ფსიქოლოგიურ აქ მაგ ერთი არაიმდენად შენიშვნა, არამედ დაზუსტებითი კითხვა. მეორე თუ მესამე დახსენე შენ, რომ კარდინალურად ცვლის, არ კარდინალურად შეცვლის. რას ვუწოდებთ ჩვენ ამ კარდინალურ შეცვლას? ეს შეიძლება თუ არა რომ იყოს ერთგვარი საფუძველი პოლიტიკური,
ან თუ გნებავთ ასე ვიტყვი, კარგი პოლიტიკურ სასწავლი დავანებოთ, ცვლილებების განმაპირობებელი რუსეთის ხელისუფლებაში. მე მიფიქრია ამ თემაზე, მიმსჯელია ამ თემაზე, წამიკითხავს ამ თემაზე ბევრი. მაგალითად, ამგვარი რამ წამიკითხავს, რომ არ იქნება პუტინი, არ იქნება ომი. ეს თეორია არსებობს, მაგრამ არსებობს მეორე თეორია. არ იქნება პუტინი და იქნება პუტინზე უარესი. რომელია სწორი, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იტყვის, ასე დაბეჯითებით ვერ იტყვის სწორი, რომელიმე აზრის განვითარება კი ცხადია შეიძლება. მოკლედ, პოლიტიკურ ცვლილებებს ეს ყველაფერი მოიტანს ყოფნის კი რუს ხალხს, რომელთანაც მივიდა ომი და კიდევ უფრო მეტად მივახსენებული მადიარის წყალობით თუ დამსახურებით და არა მხოლოდ მადიარისა. წითელ მოედანზე ჩამოვაგდებ ბომბს, ამას ამბობს კაცი და წარმოუდგენელი ამბავია კაცო. თუ დასჭირდება ცოტა ხანში ჩამოვაგდებს. თუ დასჭირდება ცოტა ხანში მართლაც ჩამოვაგდებს. მაგრამ ეს იქნება კი რუსი ხალხის, არ ვიცი რა უნდა დავარქვა, აჯანყების, ქუჩაში გამოსვლის თუნდაც, ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნის, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნის და თუ იქნება ეს კი გაჭრის კი შედეგიანი იქნება კი? შენი აზრი? ჩემი აზრი არის ესეთი, ირაკლი. ურემ რუსული პოლიტიკური კულტურა როგორც წესი არ გულისხმობს ხალხის თვითორგანიზაციას. ესე იგი, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, ამაზე ბევრს ლაპარაკობენ, ცოტა გადაუხვევ სანამ პირველ ამ პასუხს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსები და უკრაინელები ეს ორი ტოტალურად განსხვავებული ხალხია. მიზეზი არის შემდეგი. რუსული პოლიტიკური ისტორიული კულტურა ეს არის აღმოსავლური სახელმწიფო, ეს არის მონღოლოიდური თუ ამას გულისხმობ, ხო? აღმოსავლური, იმიტომ რომ იგივე იყო ირანში, მაგალითად, ჩინეთში და ასე შემდეგ. აღმოსავლურია, სადაც არსებობს სუზერენი და მილიონი მონა. ყველა დანარჩენი, თუნდაც ის რაღაცას წარმოადგენდეს, ან დიდ თავადი იყოს, ან მხედართავარი, მაინც მონაა და სუზერენის ერთი ბრძანებით მისთვის თავის მოკვეთა პირდაპირ ან გადატანითი მნიშვნელობით არაფერი არ არის. ეს არის რუსული ისტორიული კულტურა. და უკრაინელები სულ სხვანაირები არიან. უკრაინის ისტორიული კულტურა ეს არის სამხედრო დემოკრატია. ესე იგი, უკრაინელისთვის პირველი პირი ეს არის ადამიანი, რომელიც ეხლა ავირჩიეთ, თუნდაც მოიქცევა გადავირჩიეთ. უკრაინელებისთვის თვითორგანიზაცია და საბრძოლო სული ეს არის მათი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ამიტომაც მოხდა მაიდანი უკრაინაში და ამიტომ მაიდანი მოსკოვში ვერ მოხდება. ამის თქმა მინდოდა ეს არის მთავარი. ეხლა რაც შეეხება იმ ვარიანტებს, ვინ მოვა პუტინის მერე. ჩემი მყარი რწმენა არის, რომ პუტინს თავიდან მოიშორებენ. როდის მე არ ვიცი, მე მისანი არა ვარ რომ გავთვალო რაღაც წინასწარ ვიმარჩიელო, მაგრამ დღესდღეობით ისევ საორგანიზაციო თვალსაზრისით თუ შევხედავთ ამ საკითხს, პუტინი უკვე აღარავის აღარ ჭირდება. არ ჭირდება იმ ნაწილს მისი გარემოსვისა, ვინც პუტინს აკრიტიკებს იმის გამო, რომ პუტინი ძალიან ბრჭყალებში რბილად ებრძვის უკრაინელებს და არ ჭირდება არც იმ ნაწილს, რომელიც უმთავრესად ბიზნესმენები და ეკონომისტებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ფულს ითვლიან და ხვდებიან, რომ პრინციპში ესეთი ვარიანტი რუსეთს ანადგურებს. ანადგურებს რუსეთის მომავალს, საერთოდ. ვინ მოიშორებს? ლევან, ბოდიში გაწყვეტილება, ეს თეორიაც არსებობს, ეს აზრიც, რომ პუტინი აღმოჩნდა ყველაზე დიდი მტერი რუსეთის იმპერიალიზმისა, რუსეთის სახელმწიფოსი, მოდი ასე ვიტყვი. ერთი პაკროვსკის უხეშად აღების გამო, პაკროვსკს გადააყოლა მთელი რუსეთის პერსპექტივა, არა მარტო რაღაც იაღისეული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არამედ პერსპექტივა ამ ქვეყანას მართლა შეეძლო ნორმალურად მოქცეულიყო, ხო?
ყოფილიყო მძლავრი სოფლიო მოთამაშე და ახლა მალა ტოკმაჩკა ქვია ხო მალა ტოკმაჩკაზე გამოკიდებული რომელსაც ვერ იღებს 4 წელიწადია რაც თავარია აიღო მაინც ვერც იღებს აღარაფერი აღარ არის იქ მისასთან არის გასწორებ მაგრამ იმ რაღაც ნაგლეჯს ვერ იღებს ბოდიში შეგაწყვეტილე არა მე ისი თქვა მინდოდა უბრალოდ რომ კითხვა ვინ იქნება პუტინის მერე დამოკიდებულია იმაზე რომელიც ეს ძალა გაიმართებს და რა მოხდება პუტინის მერე თუ გაიმარჯვებენ ისინი ვინც ომის მომხრეა და უფრო აგრესიული ომის მომხრეა რა თქმა უნდა ომი გადავა შემდეგ ფაზაში ეს ადამიანები ეკონომიკაში საერთოდ ვერ ერკვევიან მათი ინტელექტი ვერ ხდება ინტრიგებს ისინი ხედართ თავრებიც არ არიან ესენი არ ყველა ვინც არის იმ წრეში ესენი არიან სპეცსამსახურებიდან გამოსული ხალხი ან შემთხვევითი ვიგინდარები რომლებსაც პუტინმა დიდი თანამდებობები დაურიგა ნუ ესე იგი ამ ადამიანებმა ეკონომიკის მართვა არიციან საერთოდ ისინი ძალიან სწრაფად მოსპობენ რუსეთის ეკონომიკას და მერე ქვეყანა დაიწყებს ჩამოშლას აი აქ უკვე შეიძლება რომელიღაც ძალას დასჭირდეს დემონსტრანტები ქუჩაში აი აქ ანუ დემონსტრანტები ქუჩაში ჩვენ რუსეთში არ უნდა განვიხილოთ როგორც ისეთი ძალა რაც იყო უკრაინაში როდესაც სტუდენტები მივიდნენ და ეს მოხდა თვითორგანიზება როგორც წესი რუსეთში ამ ყველაფერი გამოსვლების უკან უმთავრესად დგას ხოლმე რაღაც ძალა რომელიც ამათ იყენებს ევა ერთი კითხვაც გუშინ იყო და გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ ერთ-ერთი რუსი ისტორიკოსის რომელიც ინოაგენტია ანუ რუსეთს პუტინს ინოაგენტად ყავს შერაცხულ გამოცხადებული რომელიც აღარ ცხოვრობს ცხადია რუსეთში ცხოვრობს ევროპაში გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ მის ერთ დიდ ნაშრომს არასწორი სიტყვა დიდ სტატუსს დიდ ტექსტს ვკითხულობთ გავეცად ეს კაცი ამტკიცებს ან ვითარებს ამგვარ თეორიას რუსეთიო მარცხდებაო ამბობს ესო გარდაუვალიაო მეო ვერ გეტყვით როგორც ჩვენ ვერ ვამბობთ როდის მოხდება ეს 26-ში 26-ში ალბათ არა 27-შიო აი ეს ვაიდანაის და შენიე ხო გამოფიტვის ომი აი გამოიფიტვა პირველ ყოვლისა უფრო რუსეთი ვიდრე უკრაინაო და არ მგონიაო რომ 27 წლის აგვისტოს სექტემბერს გასცდეს ამას ბევრი ამბობს ის არ არის ერთადერთი და გამონაკლისი ამ თვალსაზრისით მაგრამ ნახეთ რა საინტერესო თეორიას არ ვითარეთ ძალიან მომეწონა ვიდეო ბლოგის მქონდა ამაზე უკვე შემდგომ კასპაროვები და ხადარკოვსკები და რუსული ლიბერალური დემოკრატიის წარმომადგენლები ხელისუფლებაში რომც მოვიდნენ აი წარმოვიდგინოთ ისინი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ მოსვლა გაცილებით იოლი იქნება ვიდრე ხელისუფლების შენარჩუნებაო იმიტომ რომ ყოველი მეორე ვინ გამორეცხილი ამ პროპაგანდით და პუტინი კი აღარ არის მაგრამ აი ეს იმპერიალისტი რუსია 140 მილიონიანი ქვეყანაა წავა ამ შედარებით რბილი ლიბერალების პუტინთან შედარებით მოდი ასე ვიტყვი პუტინი ხო ლიბერალი არც არის წინააღმდეგ და ყოველი მეორე პრიგოჟინის მარშის მაგვარს მოაწყობს მოსკოვზე შტურმს ან სხვაგან შტურმს და ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებსო ვერც ერთი მათგანია ცხადია გამორიცხავს ხაზგასმით ვამბობ რომ არც უნდა რომ მოვიდეს რომელიმე პატრუშევი ასე მაგალითად ამიტომ ერთადერთი გამოსავალიაო და აი ხა უცნაურეს რამეს გეტყვი არ ვიცი მოგისმენია თუ არა მსგავსი თეორია შენ და რამდენად უცნაური იქნება შენთვის ნადა რუსულად ვიტყვი და მე გავიმეორებ ქართულად надо оккупировать Российскую Федерацию. И оккупантами должны быть, оккупация უნდა მოხდეს რუსეთის ფედერაციისა 50-60 წლით, 40-50 წლით და ოკუპანტი უნდა იყოს უკრაინა და ნატოს ჯარი. მათ უნდა დაამყარონ წესრიგი რუსეთში 40-50 წლით, ან რამდენი წლით დაჭირდებათ, რომ აღმოიფხვრას ეს იმპერიალიზმი როგორც ასეთი სამუდამოდ და საბოლოოდ. დასაკვირველი იქ უნდა ჩარტარდეს არჩევნები ალბათ ან რაღაც დემოკრატიის რაღაცა ნიშანსვეტები უნდა იყოს, ან არ ვიცი როგორ უნდა განვითარდეს და თუ ეს ასე არ მოხდებაო, მივიღებთ
და აქ უკვე ახსენებს პირველ მსოფლიო ომს. აქ უკვე ახსენებს იმას, რომ გერმანია პირველ მსოფლიო ომში, გერმანიის ოკუპაცია რომ მომხდარიყო და არ დაეთმოთ ბრიტანეთს, საფრანგეთს და ასე შემდეგ. ანტანტას მოდი ასე ვიტყვი. 33 წელს გერმანიაში არ მოვიდოდა ჰიტლერი. რევანშიზმის ალბათობა რუსეთში ახალი პუტინის ან დიქტატორის გაჩენის, ახალი პუტლერის გაჩენის ალბათობა მეტია და გარდაუვალია თუ რუსეთის საბოლოოდ არ იქნება ჩაკლულიო და ახლობით ასე განადგურებულიო. აი შენი აზრია, მე ცოტა გიჟური თეორია მგონია, მაგრამ ჩვენ სინამდვილეში ხო აღარაფერი აღარ არის გიჟობა, მეთქი ასე ვიტყვი. თეორია საერთოდ არ არის გიჟური. შეიძლება ცოტა ვრცლად გიპასუხებ. რა თქმა უნდა, კი. ხო, რაღაცეები უნდა წინასწარ უნდა განვიხილოთ და მივხვდეთ რატომ ამბობენ ეგენი ამას. მოკლე როგორი რამეა. ესე იგი პირველი ამას ამ ოკუპაციის შესახებ თეორიას ამბობენ ადამიანები, ვისაც უნდა რამენაირად თავიდან აიცილოს რუსეთის იმპერიის საბოლოო დაშლა. აი ამას რაც ეხლა ვთქვი, მე ცოტა ხანში უკან დავუბრუნდები და უფრო ფართოდ აქვს. რისი თქმა მინდა, მე მგონი ახალს არაფერს არ ვიტყვი, რომ ჩვენ ვიცით, რომ იმპერიები ერთ დღეში არ იშლება. რომის იმპერია ეგერ 400 წელი იშლებოდა, ხო? მერე კიდე აღმოსავლეთ რომის იმპერიას 8 საუკუნე დაჭირდა სანამ დაიშალა, ხო? საქმე იმაშია, რომ რუსეთის იმპერიის დაშლის პროცესი დაიწყო დაახლოებით 100 წლის უკან, ცოტა მეტი. ჯერ დაიკარგა რუსეთის იმპერიიდან პოლონეთი, ფინეთი და ასე შემდეგ რაღაც ნაწილები. შემდგომ მოხდა ტრანსფორმაცია საბჭოთა კავშირად იმ ნაწილისა, რაც შეინარჩუნეს, ანუ გარკვეული ტრანსფორმაცია იმპერიამ მიიღო, მერე მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლა და ეს ომი, რომელიც ეხლა ხდება, თუ ჩვენ თეორიებს, ისტორიული განვითარების თეორიებს დავუბრუნდებით, ეხლა აქ ლექციას ვერ ჩავატარებ, ლოგიკური იყო ის ომი, რასაც აწარმოებს ეხლა რუსეთი, ჯერ ჩვენ წინააღმდეგ აწარმოებდა, კბილი მოუსინჯა სიტუაციას და მერე აუცილებლად უნდა დასტაკებოდა უკრაინას. ეს იყო გარდაუვალი, ჩემთვის ხადი იყო 2008-ში უკვე. ეხლა რატო ამბობენ, რომ უნდა მოხდეს რუსეთის ოკუპაცია? საქმე იმაშია, რომ ჩვენ უკვე ვთქვით, რომ რუსეთის ისტორიული პოლიტიკური კულტურა არ გულისხმობს დემოკრატიას. საერთოდ არ გულისხმობს დემოკრატიას. ამიტომ იმისათვის, რომ ამ ქვეყნის რეფორმირება მოახდინო, უნდა პირველ რიგში იყო სრული დიქტატორი, რომელიც შეეცდება ძალიან დიდი ხანი იცოცხლოს, რომ საბოლოოდ ქვეყნის რეფორმირება მოახდინოს და ახალი თაობა გაზარდოს. რაც ურთულესი ამოცანაა. იმიტომ რომ უკვე ჩემს სიტყვებში თუ გავაანალიზებთ ეხლა რა ვთქვი, წინააღმდეგობებით არის სავსე ეს გამოთქმა. ესე იგი დიქტატორი, რომელსაც დემოკრატია უნდა, რას ისულელია. სხვანაირად კი რუსეთის რეფორმირება შეუძლებელია. ეგენი გამოდიან იმ აზრიდან, რომ როგორც აი კორპორაციებში ხდება, რომ კორპორაცია არის წარუმატებელი და მფლობელები გამოიძახებენ სპეციალისტების გუნდს, რომელმაც უნდა მოახდინოს კორპორაციის რეფორმირება და ამ ადამიანებს აძლევენ საკმაოდ დიდ მონაკვეთ დროს, რომ მათ მოახდინონ კორპორაციის ძირეული ცვლილება და ამას ყველა კორპორაციას თავისი დაავადება აქვს და ყველას თავისი მიდგომა ჭირდება. ესენი ცდილობენ იპოვონ ფორმულა, რომლის მეშვეობითაც აი ეს მონაკვეთი 40-60 წელი რატო ასაჭირო, რომ 2-3 თაობა უნდა შეიცვალოს, რომ ადამიანების ტვინი შეიცვალოს. რუსების საშუალო სტატისტიკური რუსისთვის მე არ ვამბობ იმ 3%-ზე, რომელიც მუდმივად იძულებულია რუსეთი დატოვოს, იმიტომ რომ იქ არ დაედგომება. ეს საუკუნეების განმავლობაში ხდება, რომ რუსეთი გამოდევნის თავისი სხეულიდან ყველაზე საუკეთესო ადამიანებს, ყველაზე ჭკვიანებს, ყველაზე ნიჭიერებს, ყველაზე მორალურებს. ეს არის ნებისმიერ საზოგადოებაში 3-5%, მეტი არ არსებობს ესეთი, ხო და რუსები საუკუნეების განმავლობაში იშორებენ ამ ადამიანებს თავიდან.
იმიტომ რომ არ ჭირდება ამ საზოგადოებას, იმიტომ რომ დანარჩენებისთვის მონობა და დიქტატურა, მე არავის შეურაცხყოფას არ ვამბობ, ეს არის ჭყალებში ნორმალური ამბავი. ამიტომ საშუალო სტატისტიკური რუსი ადამიანს, რომელიც იქნება დემოკრატი და პირველ თანამდებობაზე ზის და ეტყვის, არა ძმაო, მე და შენ ერთნაირები ვართო, იმას ვერ გაუგებს ეს შეუძლია. როგორ შენ მე და შენ ერთნაირები ვართ, მაშინ რა შემჭირდები? მე ბატონი მჭირდება. მე სხვანაირად არსებობა არ შემიძლია. ეს არის მათი საშუალო სტატისტიკური რუსის აზროვნება. იმიტომ კი არა რომ კარგები არიან ან ცუდები არიან, არ მინდა რომ ვიღაცამ რაღაც ჩამითვალოს, რომ ეხლა რაღაც იმებს ვიღაცას ვლანძღავ. იმიტომ რომ სხვანაირი ისტორიული კულტურა მათთვის უცნობია. საერთოდ უცნობია. სხვანაირად რუსეთი, აი გადახედეთ რუსეთის ისტორიას, არასდროს ამ ნაციას დემოკრატიაში და თავისუფლებაში არ უარსებია. და მით უმეტეს 10 წლეულების განმავლობაში, როდესაც მოახერხებდნენ ახალი თაობის გაზრდას. ამიტომ არის ეს 40-60 წელი და ამიტომ არის ეს მცდელობა, რომ შეინარჩუნონ რუსეთი ერთიანობაში. ეხლა ჩემს აზრს გეტყვი. ჩემი აზრი ესეთია. რუსეთის რეფორმირება შეუძლებელია, თუ რუსეთი არ წააგებს ომს, არ განადგურდება, არ დაიშლება და მერე თავიდან არ დაიწყებს აღდგომას. შეუძლებელია. ეგენი თუ არ განადგურდნენ საბოლოოდ, ვერ მოახერხებენ რეფორმირებას. იმიტომ რომ რეფორმირება აი აქ ხდება ადამიანების ტვინში და თუ ეს არ გააკეთეს, ნუ მაშინ რა აზრი აქვს ამას. ამიტომ ჩემი აზრი, როგორც თქვი, ესეთია. რუსეთი უნდა დაიშალოს და შემდეგ 50-60 წელიწადში ჩვენ შეიძლება მივიღოთ ძალიან კარგი და ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა. მაგრამ ამ პროცესს, ლევან, ამასობაში მე გამახსენდა სხვა პირი. აი ამ კაცის გვარსახელი კი მახსოვს, ეს არის იური ფერჩინსკი, ასეთი ისტორიკოსი, რომელიც ახლა თუ არ ვწდები ამერიკაში ცხოვრობს, უკრაინული არხების ხშირი სტუმარია. ჩემი სტუმარიც ყოფილა არა ერთხელ. ამ კაცს აქვს ერთი მიმართულება აღებული, ან ერთი წუხილი, მოდი ასე ვიტყვი. ყოველ ინტერვიუში, ჩემთან თუ სხვასთან, ყოველ საჯარო გამოსვლაში ის ამბობს დაბეჯითებით, რომ დასავლეთმა დაუშვა შეცდომა. დასავლეთმა დაუშვა შეცდომა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში. დასავლეთმა გაუშვა შეცდომა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, იმიტომ, რომ ბოლომდე არ ჩაკლა საბჭოთა კავშირი და კგბ-ს და კგბ-ს მემკვიდრე ფსბ-ს, ან სხვა სპეცსამსახურებს, ან პოლიტელიტებსაც პლუს, ხო? მისცა 92 წლის იანვრის 1-დან, აი ახალი წლები რომ მოილიეს, დაურებელს შევახსენებ, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა 91 წლის მიწურულს, მისცა რევანშის შესაძლებლობა და ეს ფერშინსკი ამბობს, რომ ახლაც მე მეშინიაო, რომ დაუტოვებენ რუსეთს მიზესთა და მიზესთა გარკვეული არგუმენტებითაც, მოდი ბჭყალებში თუ უბჭყალებოთ, რევანშის შესაძლებლობას არ მოკლავენ, არ ჩაკლავენ, აი რუსეთის საბოლოოდ უნდა დაიშალოსო შენ თქვი, ხო? არ დაშლიან რუსეთს. იმიტომ რომ აქ უკვე მრავალწერტილის დასმა შემიძლია, იმიტომ რომ ბირთვული სახელმწიფოა, იმიტომ რომ არ მინდა შემეშალოს და 4000 ამდენი ბირთვული ქობინი აქვს, იმიტომ ერთმა უცხის იქიდან ამდენი აგვარგისი, მაგრამ ამშოლობა აქვს ხო, ამის მონიტორინგი ხო არ განხორციელებულა ახლა სრულყოფილი ხო? იმიტომ რომ ეს თამასა როგორც ასეთი ნიშნული თამასა ბირთვული ბომბის გამოყენებისა პუტინმა დააგდო. და თქვა, აი ბრეჟნევს არ დაუკვდია, იქ მაინც იყო რაღაცა შეჯი როგორ იყო, როგორ არის ქართულად გორკავა არუჟენია ხო? რაღაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და ყველა მიცოდა რომ ხო ქართულად აღარც მახსოვს როგორ არის წარმართულება თუმცა მე შეჯიბრი ალბათ შეჯიბრი ხო შეჯიბრი შეიარაღებაში ხო რბოლა ალბათ ხო კაი როგორც ხო და წავაკი დასავლეთი ამაზე იმიტომ რომ დასავლეთის თანამონაწილეობის გარეშე პრაქტიკულად წარმოვიდგინოთ რომ ქაოსით შეიძლება გამოიწვიოს აქ საუბარი უზარმაზარ ტატარსტანზე ასე მაგალითად ვინ და შენ კარგად იცი ხო
ნაგურებელმა ცხადია, ამხელა ტერიტორიებზეა ლაპარაკი. ბავშვის თვითკმარებზე. ისინი რომ დამოუკიდებლები იყვნენ, ისინი საკუთარ თავს შეინახავდნენ, ხო? მათი დიდი ნაწილი მოდი ასე ვიტყვი. ძალიან დიდი სხვა რესპუბლიკაც, კი. კი, ხო, ბევრი სხვა რესპუბლიკას, მაგრამ აქ არის არეულ-დარეული ჩრდილოეთ კავკასია. აი, კავკასიოლოგები, ჩემი სტუმრები მაგალითად, ხო? მეუბნებიან ამგვარ რამეს, რომ ირაკლი იცი სანამ კავკასია განსაკუთრებით ჩერქეზეთი, ჩეჩნეთი, ჩერქეზეთი, ინგუშეთი, დაგესტანიც არ განთავისუფლდება ომი რუსეთთან არ დამთავრდება. ეს რაღაცა სწორი თეორიაა, განა არა, ხო? შეიძლება ის იმასაც კი მეუბნებიან, რომ საქართველოს და უკრაინამ შეიძლება საერთო სახმელეთო საზღვარი მიიღო. ხო? კი, სრული შესაძლებელია. ხო, ნუ თეორიაში ყველაფერი შესაძლებელია, გააჩნია დაშლის კოლაფსის ხარისხსაც, აი კოლაფს და ხარისხსაც კოლაფსის, ხო? წავაკი დასავლეთი, აი ესეთი ცოტა მაინც ამბივალენტური, ცოტა შეშინებული. მიუხედავად იმისა, რომ ის გადაიარაღდა, მაგრამ მაგ დღეს წავიკითხე ხა რა შუაში გადაიარაღდა, ვირმე მეთქვის და მეთქვი რომ შუაშია როგორ არა, მაგრამ LNG-ს დაჭირხვნილ, რა ქვია LNG-ს, დაჭირხვნილი გაზი. ხო, ბუნებრივი აირი, აი შეჭირხვნილი. დღემდე ყიდულობს ევროპა და გაზარდა მოცულობები რუსეთისგან. რა დაშლაზე მელაპარაკებიო, აგეთ გაზ ბუნებრივ აირს ყიდულობს დღემდეო ვიღაცა მეთქვის და მართალის იქნება ის ვიღაცა. მაგრამ რაღაცა ისტორიული ისტორიული დრამატული პერსპექტივიდან რომ გადმოვხედოთ ამას, ეს თუ მართლა დაჭლის პროცესია, უკრაინა თუ ხელში გაჩხერილი სახელმწიფოა, ხო? მართლა იქნება და იმაზე უფრო დიდ პროცესსაც ვეცდებით, ვიდრე 90-იანი წლების დასაწყისში შევესწარ და ვესწარით ჩვენ. პროცესი. ირაკლი, შენ გავუშვი, არ ვიცი სპეციალურად თუ მე დამიტოვე, ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რომლის გამოც დასავლეთი ერიდება რუსეთის დაშლას. ეს არის ჩინეთი. შეერთებული შტატების არა, გავუშვი, მოდი ასე ვიტყვი, მაგრამ კარგია რომ შენ ახსენე ჩინეთი, კი ბატონო. შეერთებული შტატებისთვის რუსეთი არის არავინ. შეერთებულ შტატებს რო ჭირდებოდეს, ერთხელ დააცემინებდა და რუსეთი აღარ იქნებოდა. მე ფელშტინსკის სრულად ვეთანხმები იმაში, რომ საბჭოთა კავშირი უნდა გაენადგურებიათ. მაშინ იყო ამის შანსი. საბჭოთა კავშირი მეთქი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი უნდა გაენადგურებიათ და უნდა დაეშალოთ რუსეთიც. და ის რომ ეს არ გააკეთეს და არ გაანადგურეს თვითონ კგბ, არ გაანადგურეს, არ მოხდა კომუნისტური პარტიის და მისი დანაშაულებების გასამართლება. რა გააკეთეს ევროპაში, რა მოხდა გერმანიაში, გავიხსენოთ, ხო, ნიურნბერგის პროცესი და შემდგომ დაახლოებით 30 წლიანი უსერიოზულესი მონაკვეთი, როდესაც მეტი შეიძლება, ხო, მე გერმანიაში ვიყავი 80-იანების დასაწყისში, ეს 50 წელი თითქმის. მუდმივად მიდიოდა მუშაობა, რომ გერმანელებს გაეთვით ცნობიერებიათ ის, რა ჩაიდინა ფაშისტურმა გერმანიამ. ხო? ეს საერთოდ არაფერი არ გაკეთდა რუსეთში. არაფერი. კი, ბირთვული იარაღი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი იყო და ჩინეთის შიში აქვს უზარმაზარი შეერთებულ შტატებს, რომ ყველასთვის ცხადია, რომ ეს არის ბუმბერაზი ეკონომიკის თვალსაზრისით და არა მარტო ეკონომიკის თვალსაზრისით სახელმწიფო, უზარმაზარი ისტორიული კულტურით, უზარმაზარი მოსახლეობით, თვითქმარი სახელმწიფოა ფაქტიურად, რა, ცალკე პლანეტაა. და ამ დროს ეს სახელმწიფო არის მაინც დიქტატორული და ამის დასავლეთს ეშინია და დასავლეთს მე ხლა არავის კი არ ვამართლებ. პირიქით მე მიმოჩნია, რომ დასავლეთი არის უხერხემლო, სრულად უხერხემლო და უკრაინის ომმა დაგვანახა დასავლეთის ეს უხერხემლობა. ის რომ უკანაიდან გადარჩა, არავის დამსახურება არ არის გარდა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის არმიისა. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.